მესამე ნიღაბი წარმოგიდგენთ. მოვედით შეჩება. ამ ვიდეოში ფსიქოლოგიურად და არა მარტო ფსიქოლოგიურად გავაანალიზებთ ცხელი ძაღლის პირველი სეზონის მეოთხე სერიას. წინა 3 სერიის ანალიზი უკვე დევს. ზედმეტი შესწავლების გარეშე პირდაპირ დავიწყოთ. პირველივე კადრი არის ძალიან ქართული. ალბათ იკითხავთ რა შუაშია ამ კადრთან საქართველო, მაგრამ მომხდარი მოვლენის ეპიცენტრთან თავმოყრილი საზოგადოება სწორედ რომ ქართული რამეა. უცხოეთში ეს ადგილი შემოღობილი იქნებოდა და უცხო პირებს ახლოს არავინ მიუშვებდა. ადგილზე იქნებოდნენ მხოლოდ საჭირო ადამიანები. ჩვენთან კი ვისაც არ ეზარება ყველა სანახაობას ეძებს. ლექსო პროფესორობას იწყებს. აუც მემოლი ყოველდღე ნათელია. მაინც ეს დონარა ჭონია? ო, საკუთარი მანქანით მოვიდა. მანქანაში გასაღები ჩატოვა. მე-9 სართულზე ამოვიდა. აი მე რა მოხდა უღი არ ვიცი. მე მგონი ყველაფერი ნათელიაო ამბობს. შემდეგ თქვა ის, რასაც ყველა ისედაც ხედავს, ხოლო აქედან რა დასკვნა გამოიტანოს არ იცის. კი, ნამდვილად ყველაფერი ნათელია. ბიძინას ინტუიცია რაღაცას კარნახობს. ამ საშუალებით წამოვიდა თავის მოსაკლავად. თუმცა საბოლოო პაზლის ასაწყობად როგორც იტყვიან რაღაც პატარა მინიშნება აკლია. ჯერჯერობით თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ, მაგრამ ბიძინას მცირე ეჭვი მაინც აქვს. ზოგადად ადამიანის გონება მუდმივად სვამს კითხვებს. შეიძლება ცნობიერად ვერ ვამჩნევდეთ, მაგრამ კითხვების დასმის პროცესი ქვეცნობიერ დონეზე სულ მიმდინარეობს. ეს კითხვები არის რა მოხდა, როგორ მოხდა, სად მოხდა, რატომ მოხდა და ასე შემდეგ. სად, როგორ და რატომ კიდო? ზუსტი პასუხი არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ რაღაცაზე იმსჯელო. როცა პასუხი არ გაქვს, ეძებს შეუსაბამობებს, ანუ ცდილობ იპოვო რა არის უცნაური ადამიანის ქცევაში. მოდით ჩავაყენოთ თავი ბიძინას და ლექსოს პოზიციაში და ვიმსჯელოთ ისე თითქოს ვიცით ზუსტად ის, რაც მათ იციან. ოღონდ ვინაიდან ფსიქოლოგიურ ანალიზს ვაკეთებთ, გამოვიყენოთ მხოლოდ ფსიქოლოგიური მეთოდები და არა ექსპერტიზის დასკვნა ან რაიმე მსგავსი. მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შევეცდები მომხდარი მოვლენის შეფასებას. ამიტომ თუ უშუალოდ ცხელი ძაღლის შესახებ გაინტერესებთ ჩემგან ამის მოსმენა და ასე დეტალებში დონარას მკვლელობის ვერსიის მოსმენა არ გინდეთ, შეგიძლიათ ცოტა წინ გადაახვიოთ. თუ არ გადაგიხვევიათ, მაშინ ჩავაყენოთ თავი ფსიქოლოგი გამომძიებლის როლში. რახან პასუხი არ გვაქვს ზუსტად რა მოხდა, უნდა ვიმოქმედოთ დაშვებებით. გვაქვს ორი ვარიანტი. ეს ან თვითმკვლელობაა, ან მკვლელობა. მესამე ვარიანტი მაგალითად უბედური შემთხვევა უნდა გამოვრიცხოთ. უბრალოდ შეუძლებელია შემთხვევით აღმოჩნდეს სრულიად უცხო კორპუსის მე-9 სართულზე და შემთხვევით გადმოვარდა იქიდან. ახლა ვიწყებთ იმ პირობების ძებნას, რაც თითოეულ ამ ვერსიას უწყობს ან უშლის ხელს. თვითმკვლელობის ვერსიას მხარს უჭერს მანქანაში ჩატოვებული გასაღები. ადამიანს, რომელიც თავის მოკლას აპირებს, არ სჭირდება არანაირი ნივთი. ისე საინტერესოა პარიკი რომ ეფარო დონარას ის მკვლელებმა მოაცალეს და წაიღეს თუ ზედვე დატოვეს. ესეც ინფორმაციას მოგცემთ, თუმცა რახან ეს არ ვიცით, პარიკი საერთოდ დავივიწყოთ. შემდეგ ფსიქოლოგი გამოიყენებდა ეგრეთ წოდებულ გეოგრაფიულ პროფილირებას. თვითმკვლელობისთვის თუ კი ეს აფექტის მდგომარეობაში სპონტანურად არ ხდება, ადამიანების უმრავლესობა ირჩევს იმ ადგილს, რაც მათთვის რაიმე სიმბოლურ ან ემოციურ დატვირთვას ადარებს. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს ადგილი, სადაც შეყვარებულს პირველად შეხვდა, ზოგისთვის ადგილი, სადაც ბავშვობა გაატარა და ასე შემდეგ. ამიტომ ფსიქოლოგი დასვამდა კითხვას, რა აკავშირებდა გარდაცვლილს ამ ადგილთან. ბიძინაც სწორედ ამას ეჭვობს და ერთიქულა ბიძინას. ეს ადგილი უკვე მკვლელობის ვერსიას უჭერს მხარს, რადგან სწორედ მკვლელს სჭირდება იზოლირებული გარემო, სადაც მას ვერავინ ვერ იცნობს. თავის მოსაკლავად სახლიდან შორს წასვლა იმისთვის, რომ შენობის მე-9 სართულიდან გადმოხდე, ნაკლებ სავარაუდოა. მერე ფსიქოლოგი დასვამდა კითხვას, რომელსაც ბიძინა მეორე სეზონში შორენა სითათაშვილის მკვლელობის დროს სვამს. ვინ მოიგო და ვინ წააგო ამ სითათაშვილის მკვლელობით? ანუ ვისთვის იყო მოვლენების ასე განვითარება ყველაზე ხელსაყრელი? თუ ეს თვითმკვლელობაა, სარგებელი მიიღო დანაშაულში დონარას თანამონაწილემ, რადგან ახლა ერთი მოწმით ნაკლები არსებობს. თუ ეს მკვლელობაა, ამ შემთხვევაშიც დანაშაულში თანამონაწილე სარგებლობს. ანუ მკვლელობაც და თვითმკვლელობაც მხოლოდ ერთ მხარეს აწყობს, მეორეს კი ორივე აზარალებს. მერე ფსიქოლოგი დასვამდა კითხვას, რამდენად გავდა დონარა ადამიანს, რომელიც თავს მოიკლავდა. ლექსო შეესწრო, რომ დონარა ქალი კი არა აფთარია. თანაც გავლენიანია, მას ყველა იცნობს. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო, ეს პატიმრობაა. იქაც დონარას პოტენციურად თავის მართლება შეეძლო, რომ ვთქვათ მუქარის ან შანტაჟის ქვეშ იყო და დანაშაულიც ამიტომ ჩაიდინა.
თავად კი უდანაშაულოა. უნდა დაგეწერა, რომ ბანდიტებმა აგიყვანეს მძევლად. ყოველ შემთხვევაში ყველაზე უარესი, რაც დონარას თავს შეიძლება მომხდარიყო, არის რამდენიმე წლიანი პატიმრობა. თანაც რომელი მოწესრიგებული ქვეყანა საქართველოა, რომ დამნაშავე ყოველთვის ისჯებოდეს. არსებობს გაქცევის, მიმალვის, მოსამართლის, მოსყიდვის, მტკიცებულებების გაყალბების და სხვა ბევრი ვარიანტი, რომელიც დონარას შეეძლო განეხილა. თუ ეს არ ჯობია სიკვდილს. ამ ფონზე საეჭვო არ არის, რომ ადამიანმა ამდენ არჩევანს შორის სიკვდილი აირჩიოს. შესაბამისად, ფაქტი, რომ გარდაცვლილი დონარაა, ასევე მკვლელობის ვერსიას უჭერს მხარს. კიდევ ძალიან ბევრი რამის ანალიზი შეიძლება, მაგრამ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმის განხილვამ, როგორც ხედავთ, მოგცვა სურათი, სადაც ყველაფერი გარდა მანქანაში დატოვებული გასაღებისა მკვლელობაზე მიუთითებს. ახლა გამომძიებელი ამას მეორე მხრიდან შეხედავდა. ის შეეცდებოდა თითოეული ვერსიის გამართლებას. ჯერ დაუშვებდა, რომ დონარამ თავი მოიკლა და შეეცდებოდა გაემართლებინა ეს ყველაფერი. მოდით დავუშვოთ, რომ ეს თვითმკვლელობაა და ყველანაირად ვცადოთ გავამართლოთ თვითმკვლელობის ვერსია. თვითმკვლელობის გამართლება საკმაოდ რთული გამოდის. მაშინ უნდა დავუშვოთ, რომ დონარას არავისგან დახმარების მიღების იმედი არ ჰქონდა. ჩაჯდა მანქანაში, იარა და სადღაც რომელიღაც შენობის მე-9 სართულიდან გადმოხდა. არც ისეთი დამაჯერებელი ვერსია. ამის ბოლომდე გამორიცხვა შეუძლებელია, შეიძლება ასეც მომხდარიყო, მაგრამ ალბათობა ძალიან დაბალია. მეორე მხრივ მკვლელობის ვერსია რომ გავამართლოთ, მაშინ ადგილი აღარ არის უცნაური, რადგან დონარა აქ მკვლელებმა მოიყვანეს. თან მკვლელმა გარკვეული სარგებელი მიიღო დონარას მოყვლით. მანქანაში გასაღების დატოვება კი მკვლელის ნამოქმედარია კვალისაბნევის მიზნით. ამ ვარიანტის გამართლება უფრო გაგვიადვილდა. ისევ პირდაპირ ხელაღებით არ ვამბობთ, რომ ეს არის სწორი, მაგრამ მივიღეთ მაღალი ალბათობა. ანუ ფსიქოლოგი აქვს სრული 100%-იანი ალბათობიდან მცირე ნაწილს თვითმკვლელობის ვერსიას დაუთმობდა, დიდ ნაწილს კი მკვლელობისას და ისე გააგრძელებდა ახალი სამხილების მოპოვებას. რადგან თვითმკვლელობის ვერსიას ბევრი რამე უშლის ხელს და ცოტა ამართლებს, მკვლელობის ვერსიას კი ცოტა რამე უშლის ხელს და ბევრი ამართლებს. როგორც ხედავთ, დასკვნა ჯერ არ გამოგვაქვს და რომელიმე ერთ ვარიანტს სრულ 100%-ს არ ვაკუთვნებთ. ვსაუბრობთ მხოლოდ ალბათობებზე. ფსიქოლოგიურ კვლევებშიც სწორედ ასეა. 10 კვლევა რომ ჩატარდეს და 10-ვე ერთი და იგივე შედეგი მოგცეს, ფსიქოლოგიაში მხოლოდ ალბათობა იზრდება, რომ შედეგი ნამდვილად სწორია, თუმცა 100%-იან გარანტიამდე ვერასდროს ვერ მივალთ, რადგან ყველა კვლევა ითვალისწინებს შესაძლო შეცდომებს. თუ იმის ალბათობა, რომ 10-ვე კვლევა შეცდა 0-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ 10-ვე კვლევის სისტორის ალბათობა 100% ვეღარ იქნება. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თუ კი რაიმე აზრი გამოთქმულა ფსიქოლოგიაში, დამტკიცებული და დადასტურებული არაფერი არც არის და არც იქნება. უბრალოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც გავაკეთეთ 10 ჯერ და ყოველ ჯერზე ერთი შედეგი მივიღეთ. მაგრამ იქნებ მე-11 რომ გვეცადა სხვა შედეგი მიგვეღო. აი ამის გამო ვერ ვამტკიცებთ ბოლომდე ვერაფერს, თუმცა საკმაოდ ხშირად ფსიქოლოგია ამ სრული დაურწმუნებლობის მიუხედავადაც საკმაოდ სწორია ხოლმე. ამიტომ მოკლედ რომ ვთქვათ, ფსიქოლოგი მხარს დაუჭერდა მკვლელობის ვერსიას. ასე რომ ვერსია სამაუბისტვა ატმა დაიცი. მერე მოდის მთელ ცხელძაღლში პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ნერვების მომშლელი მონაკვეთი. დაახლოებით 25 წამი ვუყურებთ, როგორ მიათრევს ორი პოლიციელი ცემენტიან მეშოკს. ჯერ ერთი გაუგებარია, რატომ აქვთ ხელით და არა ლიფტით. წინა სერიაში ვნახეთ, რომ დონარა ლიფტით ავიდა მე-9 სართულზე, ანუ ლიფტი მუშაობს. მერე რა საჭიროა ამხელა დროის დათმობა ამ უმნიშვნელო მონაკვეთისთვის. და ამის კიდევ ორჯერ ზედიზედ გამეორება 15 წამიან მონაკვეთებად, საიდანაც ორი არის ერთმანეთის იდენტური. ზუსტად ერთი და იგივე. ჯამში ამ სცენამ 52 წუთიანი სერიიდან დაიკავა სრული 1 წუთი, რაც ასეთი არაფრის მომცემი სანახაობისთვის ზედმეტად ბევრია. სამაგიეროდ ბიძინეს ინტუიცია ისევ ბასრია. ვასრები. მას შემდეგ, რაც ლექსო მომხდარი მოვლენები ჩამოთვალა, უკვე გამოჩნდა, რომ დონარას სიკვდილი არ არის რაღაც იზოლირებული მოვლენა. და მას წინ უძღოდა მთელი სერია იმ გაუხსნელი საქმეებისა, სადაც რაღაც ძალა პოლიციის პარალელურად და მასზე ცოტა უფრო სწრაფადაც მუშაობდა. თუ ასე შევხედავთ და დონარას სიკვდილს ამ გრძელი ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად განვიხილავთ, უკვე დონარას სიცოცხლის ასეთი დასასრულიც რაღაც კანონზომიერებაში ჯდება და მკვლელობის ვერსიას კიდევ ერთი გამამყარებელი არგუმენტი ემატება. გვასწრებენში ბიძინა სწორედ ამას გულისხმობს. ჯაჭვი. ლექსო ამასობაში უკვე მეორედ ცდილობს ფილფანთან მისვლის საჭიროება დაამტკიცოს. სხვაზე არ არის, უნდა მივიდეთ ფილმთან. ლექსოს კონკრეტულ გეგმას ვერ ვხედავთ.
ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ ფილფანთან მისვლისთვის საუკეთესო დროა. როცა ლექსოს არგუმენტები აქვს, ის აუცილებლად ამბობს ხოლმე ამას. მაშინაც კი, როცა ყველა ეჭვის თვალით უყურებს. ამიტომ ფილფანთან მისვლის დამაჯერებელი არგუმენტი რომ ჰქონდეს, ამას აუცილებლად იტყოდა. რახან არ თქვა, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ამაზე კარგს ვერაფერს ხედავს და იქნებ ამან მაინც გაჭრას. თუ ძმა ხარ, გამოიგდე თავი. თანაც ბიზნესგან ასეთი მტკიცე უარით კიდევ ერთხელ შეგვიქმნეს მოლოდინი, რომ ფილფანი ვიღაც ისეთია, ვისთანაც ასე დაუფიქრებლად მოქცევა არ შეიძლება. ხაზი გავუსვოთ, რომ ამ მომენტისთვის ჯერ მაყურებელი ფილფანს საერთოდ არ იცნობს. ფილმას მე ვაფშემ არ ვიცნობ რა. მერე ხისთავიანი ხალხი კიდევ გამოჩნდა და კინაღამ კაცი გააგორეს ცემენტიანი მეშოკის სროლით. მოდით ერთხელ და სამუდამოდ ფარდა ავხადოთ, რა უნდა მომხდარიყო და რა მოხდა. ცემენტის ტომრის ატანა მეცხრე სართულზე ზუსტად იმ წერტილში, საიდანაც ადამიანი გადმოვარდა, არის კლასიკური ფსიქოფიზიკური ექსპერიმენტის ნაწილი. გამომძიებელი ამ საგამოძიებო ექსპერიმენტით აკეთებს ტრაექტორიის რეკონსტრუქციას. ამით ის ადგენს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტს. პირველ რიგში ცემენტის ტომრის წონა მიახლოებული უნდა იყოს გარდაცვლილის წონასთან. რითიც აკეთებენ ადამიანის სხეულის წონის სიმულაციას. მას გადმოაგდებენ ზუსტად იმავე ფანჯრიდან, აივნიდან, ღია სივრციდან, საიდანაც მსხვერპლი გადმოვარდა. შემდეგ აკვირდებიან ვარდნის ტრაექტორიას. მთელი ამ სცენის ფუნქციაც სწორედ ეს არის. იმის და მიხედვით თუ რა ტრაექტორიით იმოძრავებს გადმოგდებული ნივთი, შესაძლებელია იმის დადგენა მკვლელობასთან გვაქვს საქმე თუ თვითმკვლელობასთან. ფიზიკის და ბიომექანიკის კანონებით სხეულის ვარდნის ტრაექტორია და მიწაზე დაცემის წერტილი განსხვავდება იმის და მიხედვით თუ როგორ დაიწყო ვარდნა. თვითმკვლელობის დროს საქმე გვაქვს აქტიურ ნახტომთან. როცა ადამიანი თავად ხტება, ის ფეხებით ბიძგს იღებს კედლის ზედაპირისგან. სხეულს აქვს საწყისი ჰორიზონტალური სიჩქარე, ამიტომ ის შენობის კედლიდან საკმაოდ შორს ვარდება. იმისთვის რომ ტომარაც ასე შორს დაეცეს, საჭიროა მისი ძალიან ძლიერად მოსროლა წინ. ამის საპირისპიროდ პასიური ვარდნის დროს, მაგალითად უბედური შემთხვევისას, გონების დაკარგვის გამო შემთხვევით გადმოვარდნისას ან ფეხის დაცდენისას ადამიანი კედელთან ახლოს ეცემა. ჩაწერე ბიჭო. რაც შეეხება გადმოგდებას, განსაკუთრებით მაშინ თუ მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა მკვლელს, ტრაექტორია სულ სხვანაირია და განსხვავდება იმის და მიხედვით თუ რა ძალით ჰკრეს ადამიანს ხელი. გამომძიებლები რამდენიმე ცემენტის ტომარას სხვადასხვა ძალით დატანებით, ერთხელ მიწოლით, ერთხელ ხელისკვრით, ერთხელ ინერციით გადაგდებით და ასე შემდეგ ისვრიან, რათა იპოვონ ის ერთადერთი ფიზიკური ტრაექტორია, რომელიც დაემთხვევა გვამის რეალურ მდებარეობას მიწაზე. ამით მიახლოებით მაინც გაიგებენ, რასთან გვაქვს საქმე: გადმოხტომასთან, გადმოვარდნასთან თუ გადმოგდებასთან. ანუ შესაძლებელია თუ არა უბრალო გადმოხტომით ან გადმოვარდნით, სწორედ იმ წერტილში დაცემა, სადაც ადამიანი დაეცა. გადმოგდებასა და გადმოხტომას შორის ის განსხვავებაა, რომ გადმოხტომისას სხეული ვერტიკალურად არის და გადმომხტარი ადამიანი ჰაერში რკალის ტრაექტორიით ვარდება. თავიდან მიდის ცოტა წინ და მერე ვერტიკალურად ეცემა ქვემოთ. რას მიხსნი ხა მესმის თუ რა? თუ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნა, ძირს ფეხებით ეცემა. თუ ვერა, ძირითადად ტრიალდებოდა და თავით ეცემა. ჰაერში ამოტრიალდებოდა და კეფით მიწას დაასკდებოდა. თუ ადამიანს სხვა აგდებს, მკვლელი ვერ მისცემს სხეულს იმავე ბიძგს, რაც გადმომხტარს აქვს. ამიტომ ტომრის გადმოგდებით ადგენენ შეიძლებოდა თუ არა ეს გადმოხტომა ყოფილიყო. და თუ გადმოხტომისა და გადმოგდების ტრაექტორიები ერთმანეთს ჰგავს, მაშინ ითვლიან იმას, რა ძალაა საჭირო კონკრეტული მასის ასე შორს გადასაგდებად, რითიც იგებენ რამდენმა ადამიანმა მიიღო მკვლელობაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ვარდნის დროს ზომავენ წამზომით, კამერით აფიქსირებენ ვარდნის მთელ პროცესს და ასე შემდეგ. აი ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი. და ამ ორმა რა გააკეთა? ქვევით ტერიტორიის შემოღობის გარეშე, მაშინ როცა დაბლა ხალხი დადის, ტრაექტორიაზე დაკვირვების გარეშე, დროის ჩაწერის გარეშე, უბრალოდ ისროლეს ცემენტიანი მეშოკი, როგორც გამოუვიდათ, ისე და ხელები დაიფერთხეს. იქნებ ვინმე ქვევით იდგა და ტრაექტორიასაც აკვირდებოდა და დროსაც. არა. მაშინ რატომ არ გააფრთხილეს ქვევით არავინ, ვისვრით მოემზადეთო და რატომ ჰკითხეს იქვე მდგომ ბიზნესს გადავაგდოთ თუ არაო? იმიტომ რომ წარმოდგენა არ აქვთ რისთვის ათრიეს მეცხრე სართულამდე ეს ტომარა. და შედეგი? ასე უმიზნოდ ნასროლი ტომარა სულ სხვაგან დაეცა, რაც ახლოსაც არ არის დონარას დაცემის ადგილთან. შედეგად ამ ორმა ერთი ტომარა უბრალოდ გაანიავა და საკუთარი წვალებაც წყალში ჩაყარა, თანაც ისე რომ ვერც კი მიხვდა რა დააშავა. ბიჭო მე გითხარ ხალხს ესროლებეთ კი ცემენტიანი მეშოკი. მათ ალბათ დღემდე ჰგონიათ რომ სლეცდვენი ექსპერიმენტი ჩაატარეს. როგორც ახალ ჩვენ არ გითხარით სლეცდვენი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ბიჭო რა სლეცდვენი ექსპერიმენტი კაცო? იდა ამ პირადი კაცი გააგორე რა. ან უბრალოდ ბიზნეს ბოროტ ხუმრობას შეეწირნენ.
ბიზნესს რას ეხუმრებოდა ამ ხისთავიან ხალხს, ესეც გაუგებარია. არ ამგონია, რომ აქამდე არ სცოდნოდა რა ხალხში უწევს მუშაობა. ამ მომენტში ბიძინა ალბათ ასე ფიქრობდა ამ ორზე. გაფიქსირებული რო იყავი ვიცოდი და მაგრამ თუ ესეთი არ მეკ კარგი, გადავიდეთ სხვა თემაზე. ორი ავყროვდე. აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით ლექსოს და რეზოს შორის არსებული დაპირისპირების შემორჩენილ ინერციულ გამოვლინებებს. დააკვირდით, როგორ შეხედავს ქათამაძე ლექსოს. შემდეგ იწყება პირველი გარდატეხის მომენტი ცხელძალში. გულისხმობ იმას, რომ აქამდე ყველაფერს რაც ხდებოდა, ფონად გასდევდა ბიძინა და მისი წარსული. მთავარი აქცენტი კეთდებოდა ბიძინას პერსონაჟის გაცნობაზე. წინა სამ სერიაში გავიგეთ, რომ ბიძინა უკვე დიდი ხანია მუშაობს მილიციასა და პოლიციაში. გავარკვიეთ, რა დაპირისპირება არსებობს მასსა და ჯინორიას შორის. გავიგეთ ბიძინას სევდიანი წარსულის შესახებ. გავეცანით ბიძინას ოჯახურ გარემოში და არა მხოლოდ სამსახურში. და თითქოს ბიძინას მთავარ გმირად ჩამოყალიბების სწრაფ ტემპს ძალიან ჩამორჩება ლექსო. მან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სადღეგრძელოთი გამოიჩინა თავი. კიდევ 100 მეტრს რომ 10-ში და 3-ში გარბის მაგით. და ერთით წენგუაშვილის მიერ დასახელებული 5 მიცვალებულის 5 დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მიღწევები არ არის იმ კალიბრის, რაც მთავარ გმირს სჭირდება. სხვა მხრივ კი პირველ სამ სერიაში ლექსოს პერსონაჟი წარუმატებლობასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე წარმატებულობასთან. მან დიდი შთაბეჭდილება ვერავისზე ვერ მოახდინა თავისი სიცრუის დეტექტორით. პაუკას აყვანის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თანამშრომლებთან დაულაგებელი ურთიერთობა აქვს. დონარამ პატარა ბიჭივით დაამცირა. მერე კი დონარას აყვანა ვერ მოასწრეს, ისე მოკლა ვიღაცამ. ანუ ლექსოს პერსონაჟი ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული იმ დონეზე, რომ ბიძინასთან ერთად მთავარი გმირის სტატუსი თანაბრად გაიყოს. რა უნდა გავიყოთ გამაგებული ადამიანი. ამიტომ საჭიროა რაღაც, რაც მხოლოდ ლექსოს პირად დამსახურებას, მის ჭკუას და უნარებს გაუსვამს ხაზს. რაღაც, რაც ლექსოს არა როგორც ბიძინას დამხმარედ, არამედ როგორც დამოუკიდებელ პოლიციელად გვაჩვენებს, რითიც ბიძინას და ლექსოს დუეტი საბოლოოდ შეიკვრება როგორც ორი ურთიერთშემავსებელი თანასწორი ოპერის თანამშრომლობა. ასეთი გარდატეხის მომენტი სწორედ აქ ჩნდება. თუ აქამდე ბიძინას ძლიერ ინტუიციაზე ვსაუბრობდით, ახლა უკვე ლექსო გრძნობს, რომ რაღაც უცნაური ხდება. უშუალოდ თუ ნადირობდნენ წენგუაშვილი აღაშუაში. ბიძინა და გენო აქ თითქოს ერთ აზრზე არიან. რა ნიჟარაზე 5 ლარი ასე თუნდაც ბიჭო დოლარებზე გაწუწკებული კაცი 5 ლარი ასე გადრეს არა არის გადადებს. კარგით. კარგი ბატონო არ არის წარწული და თვალითაც არ უნახავს ეს უცხოელები აბა ვინ არიან ერთი მითხარი ძმაო არ ვიცი დონარას უბნელები ნარკომანები რა ვიცი შვიდო ლექსო ეხლა ეგენი ნარკომანები არა. ლექსოს აზრს კი არავინ არ იზიარებს. აი ეს გამიჯვნაც, ანუ ის რომ სწორ პოზიციაზე მხოლოდ ლექსო დგას და სხვები ცდებიან, შემთხვევით არ უჩვენებიათ ჩვენთვის. ამის წარმოჩენა ემსახურება პირადად ლექსოს უნარების გამოცალკევებას, რათა გავიგოთ, რომ მაშინ როცა ყველა ცდებოდა, ლექსო სიმართლეს ამბობდა. მაყურებლის თვალში ლექსოსაც უნდა მიეცეს გარკვეული წონა და უნდა დავინახოთ, რომ მარტო ბიძინას შესახებ კი არ არის ცხელი ძაღლი, ლექსოც მთავარი გმირია და მასაც აქვს ისეთი თვისებები, რითიც სხვებზე წინ დგას. სხვათა შორის ასეთ თვისებებს შორის შეგვიძლია გავიყვანოთ ის თუ როგორი ყურადღებიანია ქეთის მიმართ. გამარჯობა. ძალიან გიხდება გამო. მოდით მეხუთე სეზონის დასაწყისში ანა ბერაიასთან არეული ურთიერთობები ცოტა ხნით დავივიწყოთ და სხვა მხრივ ლექსო საკმაოდ რომანტიკულია და იცის ქალის პატივისცემას სიტყვითაც და საქმითაც. ლექსო? მოხდა რამე? საშინელება. სანაპიროზე ახალი კაფე გაიხსნა. ცოცხალი მოსვით, მე დაკვატიჟო. აუ ეს. რა გასინებს? არაფერი რაღაც გამახსენდა. ხო. ეს შენ. გამარტია? ის ეკლიანია, ხელი არ გაიფუჭო. დიდი მადლობა. წავედით. ეს მას გამოარჩევს სხვა პერსონაჟებისგან. მოგითხარი მე შენახარ შემოგვიდე მეთქი მოდი ეხლა დედან აი ამ დღეში ვარ ყოველ დღე. გაუმარჯოს გული გაუმარჯოს გამარჯობა ბატონო. გოგო მე შენაკითხარი რა გითხარი მეთქი რა ნუ გამიტრაკე მეთქი რასაც გეუბნები გააკეთე დანარჩენს მე რეაგირს ესეა საჭირო
გადი! აუ, კიდე ზეთზე შეხვი? აბა კარაქი არ მქონდადა. ხო იცი რა, არ მიყვარს არა ეს ზეთი. მართლა, იცი რამდენი რამე არ მიყვარს. რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ შეწვალ რა ამ ზეთით რა. მოგეტანა ბატონო, კარაქი და კარაქზე მოგეტანა, საიდან უნდა მომეტანა? ელაჟი ბოზ. გამერცი მაჩვენე. ჩვენე. ვა. ხელი გაბარდა თუ. Вообще ქალისემა არ არის კარგი საქმე. მე რატომ არ მცემეთ? Потому что вы, Бедина Табакари, мужчина. Не то, что некоторые. ეს некоторые ვინ არის? ნური ცეცხლაძე? ხო? აჰა. მე არ მაინტერესებს. როგორ არ გაინტერესებს? არ მაინტერესებს მეთქი. ეს ვინ არის თუ? მე სულ სივრცე მკიდია, ვისია ეს ბუტკა. და რაც გითხარ, ის გააკეთე, გაიგე? თუმცა ლექსოზე ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქალს კარგად ექცევა. მაგალითად, გამზრდელი თინას მიმართ ხშირად გამოხატავს ხოლმე აგრესიას და ესეც ცალკე ფსიქოლოგიური ანალიზის თემაა. აქამდეც მივალთ. დაბერდა და რაღაცები ეჩვენება. თინა თავი დაღანებოდა, ხო გითხარი? თინა გაჩუმდი რა. ხოლმე. თინა გაჩუმდი მეთქი, ვერ გაიგე? ლექსო და კეთი მიდიან სოფო ხორბალაძესთან. იქ ვიგებთ, რომ 5 კაცის მკვლელობის საქმეს კაკაურიძემ მოჰკიდა ხელი და მის შემხედვარე სოფოს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ საქმე არც გაიხსნება. მით უმეტეს, რომ ლექსო და ბიძინა მხოლოდ ფორმალურად არიან ჩართულები გამოძიებაში და საქმის გამოძიების გულწრფელი დაინტერესება სწორედ ლექსოსგან იგრძნო სოფომ და არა ჯემალ კაკაურიძისგან. კეთი კი სიტუაციის შერბილებას ცდილობს და პრინციპში, რასაც ამბობს, სრული სიმართლეა. ბიძინას და ლექსოს ჩვევიათ ისეთ საქმეებში მონაწილეობა, რასაც მათ უშუალოდ სამსახური არ ავალებს. ვიცი რასაკვირველია, მე მგონი რომ ლექსო და ბიძინა თაბაკარი არც ისე ფორმალურად არიან ამ საქმეში ჩაბმული. უბრალოდ კაკაურიძემ არ იცის ამის შესახებ. ლექსოს საქმის გამოსაძიებლად იმის იმედი აქვს, რომ ვინაიდან მოხდა მასშტაბური მკვლელობა, რომელშიც ბევრი ადამიანია ჩართული, შეუძლებელია ვინმეს რამე არ წამოწდეს ან შეეშალოს. შეიძლება ამდენი ხალხი დაიხოცა. ესე იგი, მკვლელობაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს, ხო? ჯერ ეს გვამების გადამალვა, მერე ეს მძღოლი, მესაფლავე, სასაფლაოს ადმინისტრაცია. შეუძლებელია ვინმეს რამე არ წამოწდეს ან ვინმეს რამე არ შეეშალოს, ხო? მაგრამ ეს სიტყვები ალბათ სოფოს დასამშვიდებლად უფროა გამიზნული, თორემ ლექსო წესით უკვე უნდა ხედავდეს დამნაშავეთა ხელწერას. ყველას, ვისაც რაღაც შეიძლება წამოწდეს ან შეეშალოს, იქამდე იშორებენ, ვიდრე რამე წამოწდებათ ან შეეშლებათ. ამიტომ თლად ასე ოპტიმისტური მიდგომაც არ არის სწორი. შემდეგ სოფო ღიზიანდება, როცა მას დაზარალებულ მხარედ მოიხსენიებენ. ეს ბუნებრივიც არის. როცა ადამიანი ოჯახის წევრს კარგავს, მას უჩნდება ეგზისტენციალური დანაშაულის განცდა. ანუ დანაშაულს გრძნობს არა იმიტომ, რომ მისი ბრალია ვინმეს სიკვდილი, არამედ იმიტომ, რომ სხვა მოკვდა, ის კი ჯერაც ცოცხალია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობს, როცა სუნთქავს, როცა ჭამს, როცა სძინავს, როცა რაღაც უნდა, როცა იღიმის. რადგან ფიქრობს, რომ გარდაცვლილი ადამიანი სულ უნდა ახსოვდეს და თითქოს აღარც კი აქვს მორალური უფლება, ოდესმე თავი ბედნიერად იგრძნოს და იცოცხლოს დაკარგული ადამიანის სიკვდილის შემდეგ. ასეთ ადამიანს გარდაცვლილთან შინაგანი დიალოგი აქვს. თითქოს ესაუბრება მას და ცდილობს ბოდიში მოუხადოს მხოლოდ იმიტომ, რომ მის გარეშე აგრძელებს სიცოცხლეს. როდესაც ასეთ ადამიანს უწოდებენ დაზარალებულს, მისი ფსიქიკა აღიქვამს, რომ ის მსხვერპლთან გაათანაბრეს, რაც მისთვის უსამართლობად აღიქმება, რადგან მსხვერპლი ცოცხალი აღარ არის, ის აღარც სუნთქავს, აღარც ჭამს, აღარც იღიმის, დაზარალებულს კი ცოცხალ ადამიანს ეძახიან. მერე სრულიად უადგილოდ ირთვება დაძაბული მომენტების მუსიკა. მესმის. ძალიან გტკივა. საშინელება მოხდა, მაგრამ და ლექსოც ხვდება, რომ სოფო თავს დამნაშავედ გრძნობს. შენიბრალი აქ არაფერი არ არის. ემოციული ფონი იცვლება. კეთი და სოფო ყავის გასაკეთებლად გადიან. ლექსო კროსვორდის შევსებას იწყებს. პირველია კენიის დედაქალაქი 700. უпростоრად კეთი. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი. ყინვარწვერი არ არის? არა, შხარა. ფსიქიკური დეფექტი, რომელიც ადამიანს ხელს უშლის გადაწყვეტილების მიღებაში. აზე უნდა იწყებოდეს, აბა თუ იცი. რამდენი ასოა? 6. აბულია. მერე კეთი ორმაგი მნიშვნელობის კითხვას უსვამს.
დიდხანს ვიყოთ ესე? ერთი მნიშვნელობა პირდაპირია. ლექსოს ქეთის ხელი უჭირავს და ცერათიც უხახუნებს, რაც სოფოსთვისაც და ამ ორისთვისაც ნამდვილად უხერხული სანახაობა იქნებოდა. ამიტომ დიდხანს ვიყოთ ასეა, ეს კითხვა ლექსოს მიანიშნებს კიდევ დიდხანს უნდა გეჭიროს ჩემი ხელიო. მეორე მნიშვნელობა კი გადატანითია. ანუ დიდხანს უნდა დავმალოთ ჩვენი ურთიერთობა. არ არის დრო რომ რაღაც შევცვალოთ. ლექსო ალბათ ამ ორიდან პირველზე ფიქრობს და წინააღმდეგი არ არის კიდევ დიდხანს ეჭიროს ქეთის ხელი. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ამასობაში კი ორი ინტელექტუალური ხუმრობა შემოგვაპარეს და ეგონათ რომ ვერ შევამჩნევდით. ფრაქცია. გადა აბულია. და როგორც ექიმი, ხალხი ვხედავ შენს ორგანიზმში მიმდინარე ენდოკრინოლოგიურ პროცესს. ამიტომ დაწყდადი შენ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარ. ასეთი ხუმრობებით ცხელძაღლს ძალიან მრავალფეროვანს ხდის და ალბათ შეამჩნევდით როგორ დახვეწილად გადადის სცენები სევდიანიდან მხიარულზე და პირიქით, ისე რომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს. ამის განსაკუთრებით კარგი დემონსტრაცია გქონდა წინა სერიაში, სადაც მთელი ცხელძაღლის ერთ-ერთ ყველაზე სევდიან სცენას უშუალოდ მოჰყვა ერთ-ერთი ყველაზე სახალისო სცენა. ეს კონტრასტი მუდმივად აფხიზლებს მაყურებელს და ადლევს ემოციებისგან დაცლის საშუალებას. ზოგადად ფსიქოლოგიაში, ხელოვნების იქნება მხატვრობა, კინემატოგრაფია თუ რამე სხვა, ერთ-ერთი როლი სწორედ ემოციებისგან განუხტვა. ყველა სხვა პრობლემასთან ერთად, მეხუთე სეზონი უამრავ ადამიანს და მათ შორის მეც ამიტომაც არ მოსწონს. რომ არ მოვყვეთ სხვა პრობლემებს, ემოციურადაც მეხუთე სეზონი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია. მაყურებელს არ აქვს განსაკუთრებული კავშირი პერსონაჟებთან. ძველი პერსონაჟების უმრავლესობა საერთოდ აღარ არის და მათ ნაცვლად ვიღაც სულ ახალი პერსონაჟები არიან, რომელთაგან რამდენიმე მსახიობი მანამდე უკვე ყავდა კიდეც ნანახი ცხელძაღლში სხვა როლებზე. მეხუთე სეზონი ძალიან მონოტონურად მიდის და ემოციური მხარის გარეშე წმინდად გამოძიებაზეა გადართული. რაც უკვე აღარ არის საინტერესო, რადგან ის რაც ცხელძაღლს სხვა საგამოძიებო სცენარის მქონე სერიალებისგან განასხვავებს, არის სწორედ ბუნებრიობა. მრავალმხრივობა, ემოციურობა, სიახლოვე ყოველდღიურობასთან და ეს მეხუთე სეზონში იმდენად აღარ ჩანს. ეს სეზონი აღარ იწვევს ემოციურ განმუხტვას. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს სერიაზე. მეხუთე სეზონზე საუბარი მერეც გვეყოფა, როცა იქ მივად. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და არ უნდა დაუკარგოთ ქეთის და ლექსოს ის, რომ სოფოსთან მივიდნენ და უყურადღებოდ არ დატოვეს. ისინი, რა თქმა უნდა, სამსახურეობრივად არ იყვნენ არანაირად ვალდებულები აქ ყოფილიყვნენ. მაგრამ მაინც არიან. ეს ბევრს ამბობს მათზე, რადგან სოფოს ხედავენ როგორც ადამიანს, რომელსაც თანადგომა და თანაგრძნობა სჭირდება და არა როგორც დროებით ვიღაცას, რომლის საქმესაც გამოიძიებ და დაივიწყებ. ქეთი სოფოსთვის სამსახურის გამონახვასაც ცდილობს. რთული სათქმელია ამ დროს უკვე ფილფანთან სოფოს დასაქმება ჰქონდა თუ არა გეგმაში, მაგრამ თავად სურვილი რომ უმუშევარ ადამიანს დაეხმარო სამსახურის შოვნაში, მაინც დასაფასებელია. ლექსო, რომელიც ქათამაძეს ეუბნებოდა, რომ სულ არ სვამს, უკვე მეორედ გვევლინება ჭიქით ხელში და ღვინოს კი არა, ჭაჭასაც კი უბერავს. მისი სადღეგრძელო ამჯერად წინასნაირი გრანდიოზული არ ყოფილა და მოკლე სიტყვით შემოიფარგლა. მოდი შენი დისკს უნდა იყოს. მერე ცოტა ხეპრე რაღაც თქვა. არ გასწავლდნენ ამერიკაში სმას. საშინელებას არ სწავლობენ. აბა წარმოიდგინეთ. თქვენთან მოდის სტუმარი, მიართვით ის რაც გაქვთ, დალია და თქვენს მიტანილ სასმელს საშინელება უწოდა. ხომ არ არის ლამაზი? როცა სტუმრად ხარ და რაღაცას მოგართმევენ, რომც არ მოგეწონს, არ უნდა აგრძნობინო ადამიანს. არათუ სიტყვა საშინელება გამოიყენო მისი მორთმეული რამის აღსაწერად. აშკარად ეს არაყი არც ქეთის მოსწონს, მაგრამ უცბად ყავას მიაყოლებს და ეგ არის. სამაგიეროდ ლექსომ ყველაზე საყვარელი პოლიციელის სტატუსი დაიმსახურა, ყინულმა კი დნობა დაიწყო. უცხოელებზე თავდასხმა. ამ ქალს ჯილდო ეკუთვნის ყველაზე დამაჯერებელი შესრულებისთვის. ვერა, უცხოელი გამოვიდა კაზინოდან. თავად ეს უცხოელებიც ძალიან სტერეოტიპულად ჰყავთ წარმოჩენილი. უცხოელები გამოდიან კაზინოდან, დისკოტეკიდან, რესტორნიდან და ისე გვაჩვენებენ თითქოს ძალიან თავისუფალ და ქართველი ადამიანისგან მკვეთრად განსხვავებულ ცხოვრებას ეწევიან. რა ეგრე არ არის? იკითხავ ძვირფასო ამომრჩეველო. არაფერი განსაკუთრებული, ერთი დეტალის გარდა. და ეს დეტალი ის არის, რომ მხოლოდ დასახელებული ობიექტებიდან გამოსულ, გასართობად მოსულ, მთვრალ
ბანცალ-ბანცალით მოსიარულე უცხოელებზე თავდასხმებს გვაჩვენებენ. სამი რომ არ დალიეს და იქვე კიბესთან რომ ჩაიკეცნენ. რატომ გვაჩვენეს მხოლოდ ასეთ ხალხზე თავდასხმა? უცხოელი მარტო ასეთი ხომ არ არის. მაგრამ ჩვენ გვაჩვენეს მაინც და მაინც მთვრალ უცხოელებზე და არა მაგალითად ქალაქის დასათვალიერებლად ქუჩაში მიმავალ ფხიზელ უცხოელებზე თავდასხმები. ამიტომ მგონია რომ სტერეოტიპულია მთელი ეს ამბავი და უცხოელები ისე არიან წარმოჩენილები რომ მართლა უცხოელებს ჰგავდნენ და ქართველებისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ. ეს ჩემი პირადი აზრია და ამას არანაირი ფსიქოლოგიით არ ხსნი. ამიტომ შემოდავება თავისუფლად შეიძლება რომ მაგალითად მთვრალის მოკლა უფრო ადვილია, ასევე ამ ობიექტებიდან გამოსული უცხოელების მიზანშეამოღება ბევრად ნაკლებად სარისკოა და ასე შემდეგ. აღშფოთებული ლექსო გაზეთით ხელში შემოვარდება და საკუთარი აზრის სისწორით აღძრულ უპირატესობის გრძნობას ისევ ქათამაძის ტელევიზორზე აქვს. მაგიდის ქვეშ შედგმული ეგრეთ წოდებული პლიტაც და ძველებური ხის სკამებით საინტერესო დეტალებია და ასეთ პოლიციას აქვს ამბიცია რომ უსუსური არ ერქვას. პოლიციის უსუსურობა თუ პოლიტიკური დაკვეთა? შემოდის გენო და ლექსოს აზრს, რასაც ცოტა ხნის წინ არ ეთანხმებოდა, თავად მიიწერს. აი ჩვენ რაშუაში. მას იძიებდა ქალაქის სამძებრო. კი, ჩვენ მათ ვერსიას არ ვეთანხმებოდით, მაგრამ არ დაგვიჯერებს. ხომ ასია? კი. თუ გენოს ძალით არ უნდოდა და შემთხვევით მიიწერა ლექსოს მიხვედრილობა, ამას ფსიქოლოგიაში ჰქვია კრიპტომნეზია. ამ დროს ადამიანი ბოროტი განზრახვის გარეშე იხსენებს რომ რაღაც ინფორმაცია იცის, მაგრამ ვინაიდან არ ახსოვს საიდან იცის და საიდან ახსოვს, ჰგონია რომ თვითონ მოიფიქრა. ანუ ეს არის გაუცნობიერებელი პლაგიატი. შეიძლება თქვენს გქონიათ შემთხვევა, როცა გონებაში რაღაც მუსიკა გიტრიალებთ, წარმოდგენა არ გაქვთ სად მოისმინეთ და გგონიათ რომ თქვენ დაწერეთ, მხოლოდ იმიტომ რომ ვერ იხსენებთ ვის ეკუთვნის ეს მუსიკა. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რახან არსებობს ინფორმაცია და არ არსებობს წყარო, ესე იგი ინფორმაცია მე მეკუთვნის. ფიფრა კარგია. მაგრამ არ ამგონია გენოს ასეთი მოკლე მეხსიერება ჰქონდეს. აქ უფრო სხვა ამბავია. სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი რეტროსპექტული წინასწარმეტყველება. ის გულისხმობს, რომ როცა რაღაც მოხდება და შედეგი უკვე სახეზეა, ადამიანებს გვაქვს განცდა, რომ ისედაც ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა. მაგალითად არჩევნებში ვიღაცამ გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ ადამიანები ამბობენ, რა უნდოდა ამას დიდი მკითხაობა, ისედაც ვიცოდი, ვინ გაიმარჯვებდაო. როგორ გავიმარჯვეთ რა? დავიხიეთ უყურეს. ასევეა სპორტშიც. როცა თამაში დასრულდება, ადამიანები ამბობენ, რომ თავიდანვე იცოდნენ, რომ ასე მორჩებოდა თამაში. კი, ვერ მოიგო, არ მოიგო, აი მას ვერ ხვდები. კალდუნასთვისაც თავიდანვე იასნი იყო, რომ გლობუსა საქმის გარეშე არ მოვიდოდა. ეს თავიდანვე იასნი იყო, რომ თქვენად არ მოხვდები. ანუ როცა რაღაც შედეგი უკვე გვაქვს, გგონია რომ ამ შედეგის დადგომამდეც იმდენად აშკარა იყო ეს ყველაფერი, რომ ვიჯერებთ თითქოს ყოველთვის ასევე ფიქრობდით. როცა ლექსოს წინათ გრძნობა გამართდა, რომ უცხოელებზე თავდასხმა უბრალოდ მძარცველების საქმიანობას არ ჰგავს, გენომაც დაინახა, რომ მართლაც ასეა და ახლა უკვე როცა შედეგი დადგა, მას სურს წარმოაჩინოს, რომ ეს ისედაც აშკარა იყო და ის აქამდეც ხვდებოდა რაში იყო საქმე. ამიტომ ამბობს, ჩვენ არ ვეთანხმებოდით მათ ვერსიასო. ჩვენ მათ ვერსიას არ ვეთანხმებოდით. თანაც გენო ამით თვით შეფასებასაც იმაღლებს. რომ აღიაროს შევცდიო, არ უნდა. ამიტომ მეც მართალი ვიყავიო. ასეთ ცდილობს გაასაღოს. ქვეყანა ჩალით ხო არ არის დახურული? ეს უბანია, კალდუ. სამაგიეროდ ბიზინა მაინც არ უკარგავს ლექსოს დამსახურებას. ეს ლექსო მართალი იყო. ლექსოსაც მეტად ეხსნება ხელფეხი, რომ თავისი გენიალური გეგმა გააცნოს დამსწრე საზოგადოებას. და ეს საქმე უნდა გამოვიძიოთ და დამნაშავეები დავაგავოთ, რა თქმა უნდა მას ბევრი. გამოვიძიოთ და დავაგავოთ. იფშენი ჩირიმე. ხუმრობა იქით იყოს და ლექსოს გეგმა მართლაც გენიალურია და ცოტა ხანში მივალთ აქამდეც. მაგრამ როგორი სასაცილო რაღაცაც არ უნდა ეთქვა ლექსოს, ის რაღაცას მაინც ცდილობს. და პირველი ვინ იცინის, ის ვინც ტელევიზორს უყურებს. რეალურადაც ასეა. ის ვინც რაღაცას აკეთებს, ყველაზე მეტ დაცინვას იღებს. აქედან ზოგი შეიძლება დამსახურებულიც იყოს, რადგან მცდელობას, წარუმატებლობაც ბევრი ახლავს.
მაგრამ მცდელობა არაფრის კეთებას ბევრად ჯობია და როგორც წესი, სწორედ ის დასცინის სხვას, ვინც თავად არაფერს აკეთებს. ამით ცდილობს სხვაც დაამციროს და საკუთარ დონეზე ჩამოიყვანოს, რომ ეს სხვა მასზე ჭკვიანი არ გამოჩნდეს. თუ შენ მოახერხე და სხვა სულელად გამოაჩინე, ამ დროს თავად აღარ ჩამხარ სულელი, რადგან შენს გარდა უკვე სხვა სულელებიც არსებობენ. რა რიცი? გენო შავდია. ჩვენი დავიდოვიჩი კროსვორდს ავსებს. ხო, კროსვორდს. მარტო ორი დარჩა შესავსები და შენი დახმარება გჭირდება. ლექსო იწყებს თავისი დაკვირვებების წარდგენას. ჯერჯერობით გეგმა რა აქვს, ამას არ გვეუბნება. მხოლოდ გარკვეულ კანონზომიერებებზე საუბრობს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს მარტივი კანონზომიერებები ლექსოს გარდა ვერავინ შეამჩნია. თუმცა ლექსოს ნერვიულობა ეტყობა. აზრი უნდა რომ გასაგებად გადმოსცეს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს გასაგებად საუბარს, მით უფრო გაუგებარი ხდება მისი ნათქვამი. ეხლა თქვენ ხედავთ არასწორ ხუთკუთხედს. ხო? ყველანი მოდიოდნენ ფეხით სახში. ეხლა რატო? ადვილი მისახვედრია, მათი სახლები ძალიან ახლოს იყო. ეხლა ეს ერთმანეთისგან. ეს სამი ობიექტი ძალიან თითქმის თანაბარი მანძილით არის დაშორებული დანაშაულის ადგილიდან. თითქმის. ეხლა მოცემულია. ეხლა გიცნით. სავარაუდოდ მე მგონი თუ ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ პრეზენტაცია, გეცოდინებათ რომ საყურებლად ბევრად მარტივი ჩანს, მაგრამ როცა ყველა შენ გისმენს და შენგან რაღაცის გაგებას ელის, ენა გებმება, გავიწყდება რა უნდა გეთქვა და ასე შემდეგ. ეს არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის დამახასიათებელი რამ. ზრდასრულების კი ძალიან ნერვიულობენ ხოლმე პრეზენტაციის ან სიტყვით გამოსვლის დროს. კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ფენომენი, ირონიული პროცესების თეორია. იგი ხსნის თუ რატომ სრულდება კრახით თავდაჯერებულობის თამაში, მაშინ როცა თავდაჯერებული არ ხარ. მცირე შენიშვნის სახით დავძენ იმასაც, რომ ლექსოს მთელი ეს გასვლა რუკასთან, მერე პირით მარკერის, ფლომასტერის თუ რაც უჭირავს იმის თავსახურის მოძრობა, ბლოკნოტის მომზადება, ქურთუკის გახდა და ასე შემდეგ არის ლექსოს მცდელობა დატოვოს საქმეზე ორიენტირებული, თავდაჯერებული პოლიციელის შთაბეჭდილება, რომელსაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. მაგრამ ეს ყველაფერი არის თავდაჯერებულობის გარეგანი მხარე, ის რასაც სხვებს აჩვენებ. არსებობს თავდაჯერებულობის შინაგანი მხარეც, რომელსაც მხოლოდ შენ გრძნობ. ირონიული პროცესების თეორიის მიხედვით, როდესაც შენს twins ადლევ ბრძანებას, არ ინერვიულო, ხმა არ აგიკანკალდეს, თავდაჯერებული გამოჩნდი, ამ დროს twin-ი რთავს ორ პარალელურ პროცესს. ერთია ამ ბრძანების შემსრულებელი პროცესი, რომელიც ცდილობს სხეული გაასწოროს, საუბარი დაალაგოს და მშვიდად ილაპარაკოს. მეორე კი არის მონიტორინგის პროცესი. ადამიანი ქვეცნობიერად საკუთარ თავს აკონტროლებს და მუდმივად სვამს კითხვას, ხომ არ უნერვიულობ? ხომ არ უნერვიულობ? მითხარ რა გინდა, თორე ცოტა ხანში შენ გაგიხსნება სანერვიულო საქმე. სტრესის დროს პირველი, ანუ ეგრეთ წოდებული შემსრულებელი, აღმასრულებელი ფუნქცია მარტივად იღლება, რადგან მას მთელი სხეულის კონტროლი უწევს. ამიტომ მეორე ნაწილი, ანუ მონიტორინგი, უკვე ადვილად პოულობს ნერვიულობის უმცირეს ნიშნებსაც კი. ხელების ან ხმის აკანკალება, სიტყვების დავიწყება, გაოფლიანება და ასე შემდეგ. როდესაც ნერვიულობა ცნობიერდება, აქცენტი სწორედ ამაზე გადადის, რის შედეგადაც ზუსტად იმას იღებ, რასაც უფრთხოდი. არ ვინერვიულო, გადაიქცევა ნერვიულობად. ამავე დროს ამიგდალა, twin-ის განგაშის ცენტრი, რთავს გადარჩენის რეჟიმს, იბრძოლე ან გაიქეცი. სისხლში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი და კორტიზოლი. ამ პროცესებით მეტად თავს აღარ შეგაწყენთ. მთავარია რომ ფაქტი სახეზე გვაქვს. ლექსო რა სიტყვებს ამბობს ესმის ყველას, მაგრამ ამ სიტყვების რის თქმას ცდილობს? არავის. მიშა, მომისმინე ჯიგერო. მოდი რა, ცოტა თავში დაალაგე. და ისე მომიყევი რა. ლექსო ცდილობს რაც შეიძლება გასაგებად ახსნას ყველაფერი და ზუსტად აქ უშვებს შეცდომას. ზოგადად საუბარი არის ბუნებრივი ავტომატური პროცესი, მაგრამ როცა ცდილობა ამ ავტომატურ უნარში ჩაერიო და რაღაც შეცვალო, დახვეწო, მაღალფარდოვანი სიტყვები და ოფიციალური ტერმინები მოიშველიო, ამ დროს იბნევი. ეს ჰგავს იმას, რომ სიარულისას იფიქრო, მოდი ჯერ მარჯვენა ფეხი გადავდგა, მერე მუხლი მოუხარო, მერე მარცხენა გადავდგა. ასე ხომ არ ვაკეთებთ? ან სუნთქვას ხომ არ ვაკონტროლებთ? ხშირად არც კი გვახსოვს, რომ სუნთქავთ. როგორც კი სუნთქვას ყურადღებას აქცევ,
ხედავ რომ უკვე თავისით სუნთქო აღარ გამოგდის და შენით უნდა დაატანო ძალა რომ ჰაერი ჩაისუნთქო და ამოისუნთქო. საუბრის დროსაც ლექსო იმდენად ერევა ახსნის პროცესში და იმდენად ცდილობს დაუღეჭოს აუდიტორიას სათქმელი რომ უკუ ეფექტს იღებს. სინამდვილეში ლექსოს მარტივად შეეძლო ეთქვა, რომ დანაშაულის ადგილები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის. თუ ამ წერტილებს მოვნიშნავთ რუკაზე და ერთმანეთთან შევაერთებთ, მიღებულ ხუთკუთხედში არის ზუსტად ის ობიექტები, საიდან გამოსულ უცხოელებსაც უწყობდნენ თავდასხმებს. ამიტომ შეგვიძლია ეს ფაქტი გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ და დამნაშავეების დაკავების ოპერაცია ისე დავგეგმოთ, რომ მკვლელები თავისივე თამაშში დავამარცხოთ. ასე ჩვენ ავირიდებთ ზედმეტ ხმაურსა და ძალის გამოყენებას. ლექსოს რომ ესე თქვა და დეტალებში მერე შესულიყო, ყველაფერი უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ ლექსო პირიქით ჯერ დეტალებზე საუბარს იწყებს და ისეც ცდილობს დასკვნამდე მისვლას. ჯერ დეტალები დავაზუსტოთო და მერე წავიდეთ. აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოკლულების სახელებს და გვარებს, ან თარიღებს. ესენი არის დეტალები, რომლებიც დიდი სურათიდან გამომდინარეობენ და თუ ჯერ ეს დიდი სურათი არ დავინახეთ, რთულდება იმის გაგება საერთოდ რისთვის ახსენებ ამ დეტალებს და საით ცდილობს საუბრის წაყვანას. ზოგადად იცოდეთ, თუ გინდა თვინმეს რამე კარგად აუხსნათ, ჯერ მიეცით კონტექსტი, მოკლე შეჯამება იმისა, რის თქმასაც აპირებთ. როცა ადამიანს ექნება კონტექსტი და მოლოდინი, ამის მერე უკვე დეტალებს ბევრად მარტივად გაიგებს. ლექსოს ნათქვამიდან გამომდინარე გენო იწყებს ოპერაციის დაგეგმვას. უფრო სწორად როგორც თავად იტყოდა შავი ვარიანტის ან სამუშაო გეგმის წარმოდგენას. ამას შემდეგ ბიძინა უფრო დახვეწავს და შესაძლო დაბრკოლებებსაც გაითვალისწინებს, მაგრამ ამ დროს ლექსოს უკვე აჩუმებენ. როგორ შეიძლება ამის გაკეთება დავაფრთხოთ და ნაბადად ეგოიცებიან. შილო, ლექსო შენ გაჩერდი. ისედაც ბევრი ილაპარაკე. ლექსოსადმი ნდობა ჯერ ისევ არ არის იმ დონეზე, რომ ბოლომდე მოусმინონ, რაც საინტერესებად ის გაიგეს და დანარჩენი ჩვენ ვიცითო. არადა განსხვავება ლექსოს და გენოს გეგმებში პრინციპულია. გენო ძალის ჩვენებას გეგმავს, რომ შეაშინოს დამნაშავეები. ლექსო კი უფრო ტვინით მოქმედებს. ეს ორი მეთოდი არის აშკარა და ფარული კონფრონტაციები. გენო ამბობს, ჩვენ უნდა გავაგებინოთ დამნაშავეებს, რომ მათ დაჭერას ვცდილობთ და ისეთი ძალა უნდა ვაჩვენოთ, რომ სურვილიც აღარ ჰქონდეთ კიდევ რამე დააშავონ. ლექსოს თქმით კი, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ დამნაშავეებმა არც კი იცოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ რაღაც იგეგმება. ეს მეთოდი ბევრად ჭკვიანური და უსაფრთხოა, რადგან გენოს მეთოდი ქმნის იმ პირობებს, რომ დამნაშავეებმა დანაშაული ვერ ჩაიდინონ, თუმცა ისინი უბრალოდ დაიმალებიან და მათი იდენტიფიკაცია და დაჭერა ძალიან გართულდება. სხვა სიტყვებით, დამნაშავეები შეშინებულები, მაგრამ თავისუფლები რჩებიან. ლექსო კი ისეთ მეთოდს გვთავაზობს, რითიც არა მხოლოდ დანაშაულის აღკვეთა იქნება შესაძლებელი, არამედ დამნაშავეებიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან. მერე ქათამაძეს გვაჩვენებენ, როგორც ბრიყ გაუნათლებელ პოლიციას. სტუმარ მასპინძელს ურტყავთ ხში. რა სტუმარ მასპინძელს დავიდოვიჩ? ქათამაძის პერსონაჟი მომენტებში ცოტა ორაზროვანია ხოლმე. არის შემთხვევები, როცა რეზო სწორად აზროვნებს და სიტუაციის არსსაც მალე სწდება, მაგრამ უფრო მეტია ისეთი სცენები, სადაც მას გვიხატავენ როგორც უცოდინარ, ხეპრე და მიუხვედრელ პოლიციელად. მოდით ვნახოთ რამდენიმე ისეთი სცენა, სადაც ქათამაძე ვერ ბრწყინავს. და მანდ ვიყიდეთ მანდ ის არის ჯიხური? ჯიხური კი არა, ბუდკა რა. всё, ტრუპი ხარ შებოზო. ზაღლებს მოკითხვა განსაკუთრებით მაქს ხელტრაკად ძახს. პუშკინი რა შუაშია, ვერაფერი ვერ გავიგე. ეგენი არიან ზახარიჩ თუ გიდა დაგენიცლავები. არ მინდა. რეზო მომისვინე? მიდი ერთი დიდი ჭიქა გავსე წყლით, დიდხანს მოუშვი, რომ გაცივდეს და აქ მომიტან. ეხლა კაი გაციებულია. არ მინდა ეს არ მწყურია. აქ რომ მოხვალ, ნუ იღრიალებ. ორჯერ ჩუმა დამიპიპინე, მანქან სიგნალი ხო? გაიგე? დავაი. ახედე რატო? ახლა თვითის განგებინა შენი ჭამოცის ამბავი. ბიჭო, მაგ დაუს, უთხარი, ნუ დაიყვირებ. ზახარიჩ. მოღაწის ვაინი ბილეთისა და ორივე ძმის დაბადების მოწმობის გარდა ვერაფერი ვერ აღმოვაჩინეთ. კიდევ პორნოგრაფიული ჟურნალების მთა დგას და რა ვქნათ?
დალე მერეზვამ გაცთავი და გაუშვი სახში. ვინ კაც ზახარში რას ამბობ? ვის დამსაცოდებ ხუსოს? როგორ კაცო მკვლელი დამიჭერია და სახში გაუშვა? ბიჭო რეზო, შენ სოფელში ხო დაიბადე? კი, სოფელში. მერე სადგინაღავს ბიჭო კაც მეწველი ძროხა დაეკლას და ხორცად გაეყიდოს. აბა? კლაუს ბერს, რომელიც აღარ იწველება, არა. გასაგებია? აბა რა ვქნა, ეს საქმეც კი სერზე დავიწერო ზახარიჩ. რას ამბობ რეზო ახლა? არ წვენია. გაშვები, კაცო, რას? კონტროლ-ვს ერთდროულად დააჭირე მეთქი, ხო გითხარი? ვიცი, ლექსო, ვიცი. მაგრამ არ ვიცი. გაშვები, რას? კაცო, ამ ორ კლავის ერთდროულად რატო აჭერ გამაგებინე? მეჭირება და რა ვქნა? გეჭირება კარგია, რატო გეჭირება? ძალიან მსხვილი თითები მაქვს და იმიტომ. და საერთოდ შენ რას მიყვირი ხარ, მე ვერ გავიგე. შენ უფროსი და უცროსი არ იცი? რა? რა და რაც გაიგე? ოხ, ბოდიში ბატონო ვიცე-პოლკოვნიკო. აი ეგრე. ეხლა აღიარე. ფული რამდენი გამოვარდი? 30 ლიტრა ბენზინს და 50 ხინკალს რო ეყობა. აბა რა მექნა? მეტი რომ მოთხოვე კინა რომ გული წავიდე იმ შობელძას. რა გეწყინა დავიდოვიჩი? პრაქტიკულად ერთი სახინკლე ვაკისრებინე, ეგ არის და ეგ. მოსო ისე ხო არ გაუშვებდი არა. გენოც აქ სიგარეტს რომ გააბოლებს, ეგეც შეცდომა. მეხუთე სერიაში ბიძინა ეუბნება 10 წელი არ მოგიწევიაო. ბიჭო 10 წელი არ მოგიწევია, გენო ეხლა ეწევი? არა და პირველ 4 სერიაში უკვე მეორედ ვხედავთ რომ გენო ეწევა. ეს მეორე იყო რაც ვნახეთ. პირველი კი აქ არის.ებიან წამოდავლიოთ, დავლიოთ რა. კარგი ნუღრიელები. აბა მითხარ შეთან. იმას არა დაულებია მისიბარა. ამ სცენის ბოლოს ლექსო თავისი გეგმით მოქმედების საპირწონედ სამსახურის დატოვებას აყენებს. რამოდენიმე დღეში თუ არაფერი არ გამომივიდა, ჩემი ხელი დავწერ განცხადებას და პოლიციიდან მივდივარ. კი ბატონო. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ლექსო განცხადების დაწერას და სამსახურიდან წასვლას აანონსებს. აი მეორეც. მაგრამ ბატონო გივი. ამ ამბავში 1%-იც რომ იყოს ჩემი ბრალი, მე ვალდებული ვარ რომ გამოვასწორო ეს შეცდომა. ძალიან გთხოვთ, ამის საშუალება მომეცით და პირობას გაძლევთ. გამათავისუფლებთ თუ არა ბიჭს, წერ განცხადებას და მივდივარ სამსახურიდან. სხვათა შორის ეს მეთოდი ჭრის. გენომ ერთი კვირა მისცა ლექსოს, გივიმ კი ჯინორიას შვილის გატაცების საქმეში ჩართო. ცოტა ხნის წინ ვამბობდით, რომ ლექსოს აკლდა თავდაჯერებულობა რაღაცის ახსნისას. ახლა კი პირიქით, ვხედავთ, რომ ლექსო იმდენად თავდაჯერებულია, რომ მზად არის თავისი სიმართლე სამსახურის დატოვების ფასადაც კი დაიცვას. სინამდვილეში ეს ორი რაღაც, ანუ ერთგან თავდაჯერებულობა და მეორეგან არა, სულაც არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ადამიანი შეიძლება დარწმუნებული იყოს თავის უნარებში და შესაძლებლობებში, მაგრამ იბნეოდეს, როცა ამას სხვებთან ერთად განიხილავს. ამას ჰქვია სოციალური ინჰიბიცია. როცა მარტოები ვართ, ბევრი რამე კარგადაც გამოგვდის და საკუთარ თავშიც ხშირად ვართ დარწმუნებულები. მაგრამ როგორც კი ამ ჩვენს შინაგან იდილიაში ვინმე სხვა ჩაერევა და ან გვაკვირდება, ან გვისმენს, ან გვამოწმებს, მაშინვე ჩვენი შედეგები უარესდება. აქ საქმეში ერთვებიან შეფასების შიში, ყურადღების გადართვა მსმენელზე და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც მარტო ყოფნისას არ გვაქვს. ამიტომ არის ლექსო საკუთარი გეგმის წინსწორაში ასე დარწმუნებული, მაგრამ თან მისი სხვებისთვის გაცნობისას სულაც ვერ ტოვებს ასეთი თავდაჯერებული ადამიანის დაბეჭდილებას. გადავდივართ მომდევნო სცენაზე, სადაც ლექსო უკვე იწყებს თავისი გეგმის სისრულეში მოყვანას და პარალელურად ქეთისთანაც აქვს პაემანი. აქ ვხედავთ, რომ ლექსო და ქეთი ცეკვავენ. ვინაიდან ხელძახში ცეკვის სცენები ბევრი არ გვაქვს, ცეკვის ფსიქოლოგიურ მხარეზეც აქ მოგვიწევს საუბარი. ევოლუციური ფსიქოლოგიის მიხედვით, წარსულში ცეკვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა სამეტყველო კომუნიკაცია არ იყო კარგად განვითარებული, ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციას, ნდობის მოპოვებას და იდენტობის გამოხატვას რიტუალური ცეკვებით ახდენდნენ. ამასთან ცეკვას ჯგუფური იდენტობის მინიჭებაც შეუძლია. მოძრაობების სინქრონიზაცია მძლავრ კოლექტიურ მეს აჩენს, რითიც ადამიანი გრძნობს, რომ დიდი ჯგუფის ნაწილია. ხალხური ცეკვების უმრავლესობაც სწორედ დიდ ჯგუფებში სრულდება და არა ინდივიდუალურად ან წყვილში. გარდა ამისა, ცეკვისას გამოიყოფა ენდორფინები და დოფამინი, რასაც ერთგვარი ტკივილგამაყუჩებელი და ბედნიერების მომნიჭებელი ეფექტი აქვს. როცა პარტნიორთან ერთად ცეკვავ, გამოიყოფა ოქსიტოცინი, მიჯაჭვულობისა და სიყვარულის ჰორმონი, რაც ასევე სიმბოლურია, რადგან ლექსოს და ქეთის სწორედ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ.
ცეკვას აქვს თერაპიული ეფექტიც. მოძრაობისას შენ რაღაცას გამოხატავ, რაღაცას გადმოსცემ და ამ რაღაცისგან იცლები, თავისუფლდები. ცეკვაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგია და ცხელძაღლშიც კარგ მომენტშია ჩასმული ქეთისა და ლექსოს ურთიერთობის უფრო მეტად გამოსაკვეთად. მართალია ეს ურთიერთობა ქორწინებით მეორე სეზონში დაბოლოვდა, მაგრამ იქამდე ხან ცეკვა გვაჩვენეს, ხან ემოციური დაახლოება, ხან კაფეში ერთად წასვლა, ჭირსა და ლხინში ერთად ყოფნა. ჭირი და ლხინი და ერთად უნდა გავიყოთ. რაც შუხურობ, რაც იპრიკები, რაც ხტუნავ. ამიტომ ეს ცეკვაც ამ მომენტების დიდი კრებულის ერთი შემადგენელი ნაწილია. აქვე უნდა გირჩიოთ ცხელი ძაღლის ანალიზის შესახებ აი ეს არხიც, რომლის ბმულსაც აღწერაში დავტოვებ. რამდენიმე დღის წინ შემხვდა ეს არხი და თუ არ იცოდით, შეგიძლიათ აქ დადებულ ვიდეოებსაც გაეცნოთ. ეს ვიდეოები რომ ვნახე, ზოგიერთი რამე საერთო იყო ჩემს ვიდეოებში ნათქვამთანაც და მართალია სულ 4 სერიის ანალიზი დევს და ბოლო ვიდეო 3 წლის წინ დაიდო. თუმცა მაინც ძალიან საინტერესოა და იქნებ ეს ადამიანიც დაბრუნდეს YouTube-ზე, ვინ იცის. ახლა ამ არხზე დადებული მეოთხე სერიის ანალიზიდან ერთ დეტალს ვისესხებ და მერე ჩემი მხრიდანაც დავამატებ. საუბარია აი ამ კაცზე. მესამე-მეოთხე სეზონებში მას ვიცნობთ როგორც ლევან მეხუზლას, ჯერ როგორც კმარას აქტივისტს და შემდეგ რაღაც თანამდებობის წარმომადგენელს. მაგრამ ეს მსახიობი, ანუ გიორგი წითური, გვხვდება რეკორდულად ბევრ სხვადასხვა ეპიზოდურ როლშიც. აი მაგალითად აქ. ლექსოს და ქეთის უკან მეხუზლაც ეკავს. სუპერმარკეტი კონტინენტალის 500 დღის იუბილეზე მეხუზლაა მაღაზიაში. გრიშა ხაჩიძის მოკლის შემდეგ მეხუზლა დგას კორპუსთან. სოსოეგაძის ოფისში მეხუზლა ორჯერ ჩნდება. მაყურებლების რაღაც ნაწილი ამბობს, რომ პირველ სერიაში ამ სამ კაცშიც ერთ-ერთი მეხუზლაა. თუმცა მე პირადად ვერ ვარჩევ ნამდვილად ის არის თუ არა, ამიტომ ამაზე თავს ვერ დავდებ. ჯამში გამოვიდა, რომ ამ მსახიობს ცხელძაღლში შესრულებული აქვს მინიმუმ 5 როლი. მინიმუმ 5, იმიტომ ვამბობ, რომ თუ პირველი სერიის კადრს ჩავთვლით, 6 გამოდის და შეიძლება სხვაგანაც იყოს კიდევ და გამოვრჩა. დაუბრუნდეთ ლექსოს და ქეთის. ცეკვისგან დაღლილები დასხდებიან და იწყებენ საუბარს. ქეთი აღნიშნავს, რომ საყუვრით ლექსო ვაფშე სხვა ტიპია და ფრანგს ჰგავს. ამის მერე კი უკვე მთავარ საკითხზე გადადიან, სადაც ქეთის სოფო ხორბალაძესთან დაკავშირებით რაღაც გეგმა აქვს. ამ შემთხვევაში სენტიმენტალურ ცნობებზე უნდა ვითამაშოთ. ესმის? ფილმთან ავიღეთ მისვლას? ლექსოს ისედაც დიდი ხანია ფილმთან მისვლა უნდა და ამიტომ მისი დარწმუნება არ ყოფილა რთული. მით უმეტეს ქეთისგან. თუმცა შეგვიძლია აქცენტი ქეთის გეგმაზე გავაკეთოთ. კაცური საბაბით მისვლა, სენტიმენტალურ გრძნობებზე თამაში და თან სიკეთის გაკეთება საკმაოდ ჭკვიანური მოფიქრებაა. თანაც ქეთი ლექსოსგან განსხვავებით უფრო ცივი გონებით მოასროვნეა და გეტყვით რას ვგულისხმობ. ფილფანი ის ადამიანია, ვინც ქეთის ქმარი მოუკლა. ამიტომ ქეთის საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ ფილფანი ეზიზღებოდეს. როცა ადამიანი გძულს, ბუნებრივია, რომ იმისი არაფერი არ გენდომება. შეესხი ტრაქში პირვა. აი მაგალითად ლექსოს სოსოეგაძეს ძულდა და მისგან ფული არ აიღო. ეს თქვენ. ტრაქში შეიტანა ეს ფული. აქ ყველაფერი ლოგიკაში ჩდება. მაგრამ ლოგიკა ყოველთვის სწორი არ არის. ცხელ გულზე ემოციური გადაწყვეტილებების მიღება ხშირად საქმეს აფუჭებს და ლექსოს ეს ხშირად ემართება. სამაგიეროდ ქეთი მაგ გამოავლინა ცივი გონებით აზროვნების უნარი. მისთვის ფილფანი მართალია სიძულვილის ობიექტია, მაგრამ ეს ფაქტი მას არ უხშობს გონებას ისე, რომ ფილფანს მხოლოდ ამ ერთ ჭრილში ხედავდეს. ქეთი გრძნობს, რომ ფილფანის გამოყენებაც შეიძლება. თანაც როგორ? ემოციური, გრძნობიარე კუთხით. ეს იმიტომ არის აღნიშნვის ღირსი, რომ როცა შენთვის საძულელ ადამიანზე ფიქრობ, ძალაუნებურად, გინდა არ გინდა გახსენდება ის უარყოფითი მოვლენა, რაც ამ ადამიანს უკავშირდება და თავს ვეღარ აკონტროლებ. გონებაში სულ უარყოფითი რაღაც გიტრიალებს. ამის გადალახვა და სიძულვილის გარდა შენსადროვნებაში სხვა გრძნობის შემოშვება არ არის მარტივი. ქეთიმ კი ეს მოახერხა. მან ამ შემთხვევაში ფილფანი დაინახა არა როგორც შურისძიების ობიექტი, არამედ სოფო ხორბალაძისთვის დახმარების საშუალება. სხვა სიტყვებით, უარყოფითი გარდაქმნა დადებითად. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქეთის ქმარი 8 წლის წინ მოუკლეს. ლექსომ კი როცა ეგაძეს მკვლელი უწოდა და ფული უკან მიუგდო, სულ რამდენიმე თვის წინ განიცადა ცოლის სიკვდილის ტრავმა და ამ დროს მისთვის ქეთიზე ბევრად რთული იქნებოდა ცივი გონებით მოქმედება.
მაგრამ ლექსოს ჯერ მთავარი არ გადახდენია. არ ესმის, რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება და შემდეგ რამეს ამბობს. ჩვენს არ შეიძლება პოლიციელი პირადი ინტერესებით უზრაობის. ლექსო რომ მართლა ასე მოქცეულიყო, მესამე სეზონში ის არ ავარდებოდა ზერაგიას გვარით გაგებაზე. უბრალოდ გაფრინდებოდა გერმანიაში და ურანის კონტეინერის პოვნის პასუხისმგებლობაც მთლიანად ბიზნესს დააწვებოდა. ამიტომ მადლობა გვაქვს სათქმელი ლექსოსთვის, რომ თავისი ნათქვამი დაარღვია და პირადი ინტერესებით იმოქმედა, თორემ ასეთ მაგარ სეზონს ვერ მივიღებდით. ლექსო და ქეთი გამოდიან გარეთ და ზუსტად ქეთის ტაქსიში ჩაჯდომის შემდეგ იწყება ლექსოს გეგმის განხორციელება. ცოტა ხნის წინ ლექსოს გეგმას გენიალური უწოდე და გითხარით, რომ ამ საკითხს უფრო გავშლიდი. საერთოდ რასაც არ უნდა აკეთებდე, შენი მოწინააღმდეგისთვის ყველაზე მეტად დამაბნეველია, როცა შენ ხარ უფორმო, არაპროგნოზირებადი. როცა შეიყვარებ მთვარესაც და მზესაც და მოქმედებ მოულოდნელობის პრინციპით. ამ უფორმობის კარგი მაგალითია წყალი. წყალი რომელ ჭურჭელშიც არ უნდა ჩაასხა, იმ ჭურჭლის ფორმას იღებს. თავად კი საკუთარი ფორმა არ გააჩნია. ლექსოც თავის გეგმაში ზუსტად ამ უფორმობის მეთოდს იყენებს. ნაცვლად ქართული პოლიციის კარგად ნაცადი ძალისმიერი მეთოდებისა, ის არჩევს სიტუაციიდან გამომდინარე ჭკვიანურ მოქმედებას და ისეთი ფორმის მიღებას, რასაც სიტუაცია მოითხოვს. პოლიციელის ფორმა, სირენებიანი მანქანა, საუბრის ოფიციალური სტილი და პოლიციელის სხვა მახასიათებლები ზედმეტად პროგნოზირებადია. ამიტომ ლექსო უნდა შეერწყას იმ გარემოს, რომლის შესწავლად სურს. სწორედ ამიტომ ის თავისი გეგმის შესასრულებლად ტოვებს პოლიციელის სტატუსს და იქცევა უცხოელად. ვინაიდან თავდასხმები უცხოელებზე ხდება, უნდა ვგავდე უცხოელს და ვიყო სატყუარა. აი ამას ფიქრობს ლექსო, რაც ნამდვილად სარისკოა, მაგრამ ამავე დროს ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი საშუალებაც არის. ჯერჯერობით მხოლოდ გარემოს სწავლობს და არავის დაჭერას არ გეგმავს. ბირჟაზე მას დახვდება 3 კაცი, რომლებსაც საყურეზე გართულება აქვთ და მათთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ექნება. ეს სცენა იმიტომ გვაჩვენეს, რომ ხაზი გაუსვან ლექსოს დავალების სირთულეს. უცხოელებისადმი უარყოფითად განწყობილები არიან არა მხოლოდ ისინი, ვინც მათ თავს ესხმის, არამედ სხვებიც. ამიტომ დამნაშავის გარჩევა არადამნაშავისგან საკმაოდ რთულია და ლექსომ არ იცის ახლა ვის შეხვდა. იმათ, ვინც უცხოელებს ესხმის თავს, თუ უბრალოდ ვიღაც კაცებს, ვისაც საყურიანი ბიჭები არ მოსწონთ. მეორე დილით ნაცემი ლექსო ფილფანთან მიდის. ჯერ საუბრის გარეშე ვიზუალურად გვაჩვენეს ფილფანი, მისი კაბინეტი, ვარჯიში, ავტომატი. ამით ხაზი გაუსვეს, რომ ეს კაცი ძლიერია. რა ტიპის ძალაზეა საუბარი, არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ გვაჩვენეს ფიზიკური ვარჯიშიც, კაბინეტიც და იარაღიც, რომ ძლიერების რაც შეიძლება მეტ მხარეზე გააკეთონ აქცენტი. ტელეფონზე პასუხისას ფილფანი ხმას არ იღებს. არ ვიცი ეს აქ რა საჭირო იყო, მაგრამ საერთოდ უხმოდ ტელეფონს პასუხობენ ხოლმე, როცა საკუთარ თავზე რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია უნდათ რომ გასცენ. როცა ხმას არ იღებ და მხოლოდ იმას ელოდები, ვინც გირეკავს, ასე ჯერ შენ იგებ ვინ გელაპარაკება და მხოლოდ ამის გაგების შემდეგ წყვეთ გინდა თუ არა ამ ადამიანთან საუბარი. მაგრამ სამსახურში, შიდა ნომერზე დამრექს, ისედაც ეცოდინებოდა, რომ ფილფანის გარდა სხვა არავინ არ უპასუხებდა და ეს ახსნა აქ არ გამოგვადგება. ფილფანი რომ სულ ჩუმად იჯდეს, სიჩუმეზეც მაინც იცნობ. რომელი უჭირავთ უკვე? მაიხედი აქეთ. 3:20-ია. ხმამაი ხალხი შენახარ ხო ვიცი სიჩუმეზე გიცან. ფილფანის ძალაუფლების ჩამოთვლილ ნიშნებს დაემატა მისი ავტორიტეტული იერიც. ლექსოსთან საუბარში ფილფანია დომინანტურ პოზიციაში. ლექსო უფრო თავაზიანად მორიდებულად და ოფიციალურად იქცევა. თან რაღაც სათხოვარი აქვს. ჯიმშერი კი დინჯად, აუჩქარებლად და სერიოზულად იჭერს თავს. ამავე დროს კი ახლობლურად. თანაც ტოვებს ჯიგარი ბიძაკაცის შთაბეჭდილებას, რომელიც თავისიანებს არავის დააჩაგვრინებს და თუ ვინმე რამე დაგიშავა, უნდა უთხრა ამ ძიას, რომ მერე პასუხი აგებინოს შენი წენინებისთვის ცუდ კაცებს. რა არის სახეზე გამოგსვლია? ეს პატარა ინციდენტი მომივიდა. გზაში პატარა ჩიჩალი შემეფხა. რა ლექცე მე? ხო. მაიცა ვინა ძმო, მითხარ. ლექსოს მაგარ პასუხს იძლევა. აი გარაფერი ხდება ხოლმე პროფესია გვაქვს ასეთი. ანუ პოლიციელს რომ სცემენ, ეგ პოლიციელობის დამახასიათებელი თვისებაა? რავი აბა.
მე მგონი პოლიციის პროფესია არ ითვალისწინებს, რომ ვიღაცამ გცემოს და შენ მორცხვად იკრიჭებოდე ამაზე. ხო. ლექსო ამის მერე პირდაპირ სათხოვარზე გადადის. ნახეთ როგორ შესავალს უკეთებს თავის სათხოვარს. რას პატარა სათხოვარი მაქვს? სიტყვით ისედაც ამბობს პატარა სათხოვარი მაქვსო, მაგრამ ამას თან ხელის მოძრაობითაც უსვამს ხაზს. აი ეს ვითომ უმნიშვნელო მოძრაობა და პატარა სათხოვარზე ხაზგასმა უხერხულობაზე მეტყველებს. ლექსო ცდილობს მოზომილად ილაპარაკოს და დაიყოლიოს ფილფანი. ამისთვის კი რაც შეიძლება უსაფრთხო ნიადაგს ამზადებს. სათხოვარი დიდია თუ პატარა, ეს ფილფანმა უნდა შეაფასოს და არა ლექსომ. შეიძლება მე ვიღაცას უთხრა პატარა სათხოვარი მაქვს $1,000,000 გადმომირიცხე მეთქი, მაგრამ ეს თხოვნა რამდენად პატარაა, ბოლოს მაინც ამ ვიღაცის გადასაწყვეტია. ასეა აქაც. მაგრამ აი ასეთი შერბილებები იმ ადამიანებს ახასიათებთ, რომლებიც საუბრობენ მათზე სტატუსით ან ძალაუფლებით მაღლა მდგომებთან და ცდილობენ სახამუშო რაღაცის თქმას. აი მაგალითად ვნახოთ, როგორ ცდილობს ილო მამაცაშვილი სოსოეგაძისთვის პატარა გართულებაზე ინფორმაციის მიწოდებას. ერთი პატარა გართულება გვაქვს. ხომ ხედავთ, როგორ უსვამს ხაზს სიტყვა პატარას. პატარა. მერე ფილფანი მკვლელების სისხლის დალევით იმუქრება და ლექსოსაც და ჩვენს გვიჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაქცეული პატიმარი გურამ ჯინორია, თავდასხმის მომენტში ფსამდა. უი, ბოდიში ეს არაფერ შუაშია. მინდოდა მეთქვა გვიჩნდება ეჭვი, რომ ფილფანმა უკვე იცის ვინ არიან მკვლელები მეთქი. მერე ლექსოს კითხვასაც ამ საკითხზე თავს არიდებს და სოფო ხორბალაძის დასაქმების ამბავი უმტკივნეულოდ მოგვარდა. საბოლოო ჯამში ფილფანზე რომ არ ვიცოდეთ რა ნაძირალაც ბრძანდება, პირველი შეხედვით გეჯაძეზე და ჯინორიაზე კაცურს თაბეჭდილებას ტოვებს. ფილფანისგან გამოსული თავდაჯერებული ლექსო მანქანაში ჯდება და ქეთისგან ჯილდოს იმსახურებს. თუმცა ეს ჯილდო აშკარად არ ყოფნის. მეტი უნდა და სისხლიანი ტუჩებით კოცნისთვის ემზადება. ამასობაში ბიძინა რუკაზე გატეხილი სახაზავით რაღაცას აყვირდება. ქათამაძეს უნდა ცოტათი ლექსოს წაკბინოს, რომ ბიძინაც არ მოიწამლოს ლექსოს ბნელი იდეებით. არის ახლა შენს ლექსოს სკოლაზე ხო არ გადა მაგრამ ბიძინას შერცხვენა ეგრე ადვილი არ არის. ლექსოს მსგავსად, მანაც გარემოს შესწავლა გადაწყვიტა. ოღონდ მან ამისთვის სხვა მეთოდი აირჩია. თუ ლექსო პირდაპირ შესასწავლ გარემოში შევიდა და იქიდან სცადა ინფორმაციის მიღება, ბიძინა ცდილობს გარედან ჩუმად დააკვირდეს სიტუაციას და ადგილზე ფოტოების გადაღებით შეიტანოს გამოძიებაში თავისი წვლილი. ვალერა დღეს არ მუშაობს, ამიტომ მივიღეთ ძალიან მაგარი მანქანის სცენა კოლიას მონაწილეობით. ზახარიჩ, შენ ხო იცი რომ მე ზედმეტი კითხვების დასვა და ბევრი ლაპარაკი არ მიყავს. ბიჭო, შენ რამდენი ლაპარაკი შეუძლია ხარ? საერთოდ ასეთი ფრაზები ზუსტად იმათ ახასიათებთ, ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობს. ძუნწი ხშირად უსვამს ხაზს, რომ ძუნწი არ არის. თავის ქების მოყვარული ხშირად ამბობს, რომ თავის ქება არ უყვარს. უსამართლო ადამიანი ხშირად საუბრობს სამართლიანობაზე. ეს ყველაფერი ერთგვარი დაცვითი მექანიზმია. თუ შენ შეძელი და მეორე ადამიანი დაარწმუნე იმაში, რასაც ამბობ, მერე უფრო მარტივად გამოგდის შენი მოქმედებების გამართლება. თუ შეძელი და ადამიანი დაარწმუნე, რომ ბევრი ლაპარაკი არ გიყვარს, ეს გაძლევს უფლებას ბევრი ილაპარაკო. თუ ადამიანი დაარწმუნე, რომ ერკვევი რა არის სამართლიანი და რა არა, ეს გაძლევს უფლებას სამართლიანობაზე ილაპარაკო. თუ ადამიანი დაარწმუნე, რომ ძუნწი არ ხარ, ეს გაძლევს უფლებას სხვების სიძუნწეზე ილაპარაკო და ასე შემდეგ. აქაც კოლიას ლაპარაკი უნდა, მაგრამ ჯერ უნდა თქვას, რომ ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და არ სჩვევია. როცა ბიძინეს ამას დააჯერებს, მერე უკვე თავისუფლად შეძლებს ბევრის ლაპარაკს. ანუ ექნება გასამართლებელი საბუთი. მე საერთოდ არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი, მაგრამ როცა საკითხი მნიშვნელოვანია და კარგი თანამოსაუბრე მყავს, მაშინ მეც კი ვლაპარაკობ. ეგრეა. ზახარი. აი, მომისმინე ახლა, ჩემი ძმა ხარ რა. გეფიცები რა, აი შეთა ლაპარაკი მიყვარს და იმიტომ არის უძე, აი რომ დავიწყებ ხოლმე ვეღარ ვჩერდებს, თორე იზვინი რა. კოლიასგან პირველად ვიგებთ, რომ ფოტოგრაფების გაფიცვაც არსებობს და მერე ის იმ ზოგად სიტუაციას აღწერს, რაც მიტინგებისას, გაფიცვებისას და ასე შემდეგ ხდება ხოლმე. ამ საკითხს მეტად აღარ გავშლი, იმიტომ რომ რადგან კოლია საუბრობს, ეგ უკვე თავად არის ფსიქოლოგიური ანალიზი იმათიც, ვინც იფიცება, იმათიც, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას და ასე შემდეგ. ამასობაში ადგილზეც მივიდნენ და დაიწყეს სურათების გადაღება. რამდენად გაუმართლათ, რომ სოფრომადეც სწორედ ამ დროს მივიდა ადგილზე, ამაზე პირველი სერიის ანალიზში ვთქვი და პირველი სეზონის სხვა იღბლიანი მომენტებიც იქვე ვახსენე.
ეს კაცი გადაღებისას ალბათ შემთხვევით მოხვდა კადრში და გაკვირვებული იყურება რა ხდებაო. კოლიას კი ხინკალი და პივა მოუნდა. არა, წავიდა. და პივის ღირსი? საღამოს ბიძინა ტოტალიზატორს მიაკითხავს. იქ ვიღაც ბიჭი დახვდება, რომელმაც 5 პადრიად მოარტყა და ბოლოს რეალმა ჩაუსვარა. აქ უნდა ვახსენო, რომ ცხელძაღლში ფეხბურთის ყურება ყველას ცუდად აქვს დაცდილი. ეს დაკვირვება მე არ მეკუთვნის და ცხელიზაღლის პირველი სერიის ანალიზის კომენტარებში დამიწერა ოთარ ადეიშვილმა, რომელსაც აქედანაც მადლობას უხდი, რადგან ცხელიზაღლის შესახებ ყოველთვის საინტერესო კომენტარები აქვს ხოლმე. იქვე მას ვთხოვე, რომ როცა ამ მომენტამდე მივალ, თუ შეიძლება ვიდეოში გამოვიყენებ მეთქი თქვენს ნათქვამს. თანხმობაც მივიღე და ახლა მოდით ვნახოთ, რამდენ ვინმეს არ გაუმართლა ფეხბურთის ყურების დროს. ეს ბიჭი პირველია. ვნახოთ დანარჩენი მომენტები. Альберто видел, хорошо направил план. მოვიდა სიკვდილი ბოზო. აქ საიდან გაჩნდი შეიდიოტო შენ? ჯოჯო ხედიდან. მიქელ გაბრიელმა გამოგზანა შენ წასაყვანად. ასან ცეცხლაძეს რო შევეცი. არ გაიწეთორე, გაკიხვიტა შუშებთან. გამომისმინე. არა, ახლა შენ მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე. კოტე მესხმა რომც გაპატიოს, მე არ გაპატიებ გესმის. ხვალვე ყველა არხზე გამოვალ და შენს ამომრჩეველს მოვახსენებ რა ნაგავიც ბრძანდები. სოსოეგაძე ვერ ეღირსება შენს მირთმეულ ხმებს. ყველას გავაგებინებ, რა ნაძირლებს და გამყიდველებს უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ზვიადის სულს გეფიცები თუ ეს არ გავაკეთო. ასეთი დაკვირვებები ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც ძალიან საინტერესოა. და თუ მსგავს რამეს შეამჩნევთ, გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ ხოლმე. შემდეგ მე თქვენს ნათქვამს გამოვიყენებ ვიდეოებში და ამით უფრო საინტერესო და სახალისო ვიდეოებს მივიღებთ. ამ სცენაში ბიზნესგან სასარგებლო რჩევასაც ვიღებთ, რომ ტოტალიზატორი, კაზინო და მსგავსი რამეები ღუპავს ადამიანებს და მეც უერთდები ჩემი მხრივ ამ აზრს. თუ მაინც და მაინც თამაში გინდათ, გირჩევთ ითამაშოთ ისეთ თანხაზე, რომლის წაგებაც არ დაგაზარალებთ. აიცა რას თარსავ, დავა. ეს ბოლოა და всё. всё, მე ვიცი თქვენი всё. და აი იწყება ლექსოს გეგმის განხორციელება. ნაბიჯი პირველი, გახდი უცხოელი და მიიქციე ყურადღება. აფიქრებინე მოწინააღმდეგეს, რომ ერთი ნაბიჯიც გისწრებს. მაშინ, როცა შენაკონტროლებ სიტუაციას. ნაბიჯი მეორე, საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული მოწინააღმდეგე შეიტყუე ისეთ მახეში, საიდანაც თავს ვეღარ დაიხსნის. და სულ ეს არის. ყველაფერი გენიალური მარტივია. არანაირი ორის სამმართველოს ბიჭები, ქუჩების გადაკეტვა და ყველა ხესთან დაყენებული ხალხი. აი ასეს ჯობნის ხერხი ღონეს. და ლექსოს უკვე ჩვენგანაც და ბიზნესგანაც მიღებული აქვს ის აღიარება, რაც მთავარ გმირს სჭირდება. იმათ კი, ვინც ცუდად მოიქცევა, ბიზნეს წიხლი არ ასწდებათ. ამ სერიაში ჯინორიას მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ტიტრებში გივი სიხარულიძე მაინც წერია. მე ვერ ვერკვევი ტიტრებში რა პრინციპით წერენ მსახიობებს, ამიტომ არ ვიცი ეს შეცდომაა თუ არა. თუ თქვენი თით შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ. მე კი ამ პოზიტიურ ნოტაზე გემშვიდობებით მეხუთე სერიის ფსიქოლოგიურ ანალიზამდე. ამა ჯერჯერობით რაჟდენჯან